Გავაგრძელოთ ყურადღება შესაძლო აშშ-ში ირანის შეთანხმებაზე, რომელიც უკავშირდება საფრანგეთში ახლახან გამართულ დიდი შვიდეულის სამიტს, სადაც მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ლიდერებმა საფრანგეთის, გერმანეთის, ბიღანიის, ბრიტანეთის, იაპონიის, იტალიის, კანადის და აშშ-ის ერთობლივი განცხადება გააკეთეს ლიბანში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით. ურთიერთგადების მემორანდუმი ითხოვს მტრულობის შეწყვეტას ისრაელსა და ირანის მხარდაჭერილ ჰეზბოლას შორის, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ამ მოლაპარაკების პროცესში ჩართული არ ყოფილა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ მიესალმა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას და განაცხადა, რომ იმედოვნებს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სწრაფად აღდგენას. მისი თქმით, ტოკიო იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი და თეირანი სწრაფად მიაღწევენ საბოლოო შეთანხმებას ირანის ბირთვულ საკითხებსა და სხვა თემებზე. ასევე აღნიშნა, რომ იაპონია გააგრძელებს კოორდინაციას საერთაშორისო საზოგადოებასთან და არ დაიშურებს დიპლომატიურ ძალისხმევას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. მეტი რეაქციისა და ანალიზისთვის სასიამოვნოა სტუდიაში მივესალმო მომავალ ისრაელის ელჩს იაპონიაში. ემანუელ ნავონი, რომელიც ასევე არის ევრომედ ახლო აღმოსავლეთის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი და თელ-ავივის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორი. და ასევე კარგად ნაცნობი i24 News English-ის მაყურებლისთვის როგორც კომენტატორი. დოქტორ ნავონ, დასაწყისისთვის გილოცავთ. მადლობა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დროა ესეთი როლის დასაწყებად. როდესაც ამ კონკრეტული რეგიონის მომავალს უყურებთ, ესეთი არასტაბილური დროა, ფაქტობრივად ყველა თვალი შვეიცარიისკენაა მიმართული. ელუდებიან რა გამოვა ამ აშკარა შეთანხმებიდან. გაგვიზიარეთ, რა შეშფოთებებია ამჟამად ისრაელის პრიზმიდან, რომ შევხედოთ, როცა რეგიონს ვაკვირდებით. რაც შეეხება ისრაელს, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ შეძლო თავის შენარჩუნება, მიუხედავად სამოქალაქო აჯანყების რამდენიმე თვის წინ და შემდეგ, რა თქმა უნდა, თავად ომი, მაგრამ მან მიიღო მრავალი დათმობა ტრამპის მთავრობისგან, ტრამპის ადმინისტრაციისგან, ზოგად ურთიერთგაგების მემორანდუმში. და მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და მისი მთავარი მოკავშირეები კვლავაც ღიად აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ბირთვულ ირანს, დღის ბოლოს თუ ირანელები მიიღებენ, იცით, შეთანხმებას, რომელიც ძირითადად აძლევს მათ საშუალებას შეინარჩუნონ თავიანთი რაკეტები. რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ გატინული თანხები. და კიდევ ეს უზარმაზარი ინვესტიცია 300 მილიონი მილიარდი დოლარი ირანის ეკონომიკაში. და რა თქმა უნდა, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ბევრი გაურკვევლობაა. გულისხმობ იმას, რომ ირანი იღებს ვალდებულებას არ ეძებოს ბირთვული იარაღი მაშინ, როცა მან უკვე არაერთხელ განაცხადა ეს წარსულში, მაგრამ მაინც აგრძელებს ბირთვული პროგრამის განხორციელებას. ამიტომ ბევრი შეშფოთება შეთანხმებასთან, მემორანდუმთან დაკავშირებით, რომელიც მიღწეულია. რა თქმა უნდა, ეხლა აშშ-სა და ირანს აქვთ 60 დღე მოსალაპარაკებლად, მაგრამ თავად მემორანდუმი დიდი შეშფოთების მიზეზია, რა თქმა უნდა, ისრაელისთვის. გარდა ურთიერთგაგების მემორანდუმისა და დიდი შეშფოთებისა ცვლილებებთან დაკავშირებით, აშკარად ჩანს, რომ იცვლება ურთიერთობა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს შორის. ფაქტია, რომ ირანმა ძალიან ჭკვიანურად დააკავშირა ის, რაც ხდება ჩრდილოეთ ფრონტზე ისრაელსა და ჰეზბოლას შორის, რომელსაც ირანი უჭერს მხარს ამ მოლაპარაკებასთან შვეიცარიაში. რას ფიქრობთ იმაზე, რომ ისრაელს ფაქტობრივად უსაფრთხოების მხრივ ხელები აქვს შეკრული, როდესაც საქმე ეხება საკუთარი ხალხის დაცვას ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებისგან? კი, ძალიან ნათელია, რომ ირანელები ამას არ მალავენ. მათ სურთ, რომ ისრაელმა ვერ შეძლოს ჰეზბოლას თავდასხმებზე პასუხისგაცემა. და ბოლო დროს ესეთი ათეულობით თავდასხმა განხორციელდა რაკეტებითა და დრონებით და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ირანის ხელმძღვანელობით ხდება. ჰეზბოლა არ იმოქმედებდა თეირანის მითითებების ან სულ მცირე თანხმობის გარეშე. ასე რომ, რა თქმა უნდა, ირანელები დაინტერესებულნი არიან ჰეზბოლას მხრიდან დაძაბულობისა და ზეწოლის შენარჩუნებით ისრაელზე. და ყოველთვის თქვენ შეამჩნევთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ისრაელი პასუხობს ჰეზბოლას აგრესიას, ეს მსოფლიოს წამყვან მედიაში ისე წარმოაჩინება, თითქოს ისრაელი უბრალოდ ბომბავს ლიბანს, ხო ასეა. ამიტომ, თუნდაც ნარატივში ირანელებს უპირატესობა აქვთ.
მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც ეს ძალიან ნათლად დააფიქსირა ისრაელის მთავრობამ და ვფიქრობ ამაზე ფართო შეთანხმება ოპოზიციაშიც და ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობაშიც, რა თქმა უნდა, ისრაელი ვერ აიტანს ესეთ აგრესიებს და თავდასხმებს, რომლებშიც მხოლოდ ამ შაბათ-კვირას 4 ჯარისკაცი დავკარგეთ. 5 ისრაელელი ჯარისკაცი. ეს მიუღებელი. ისრაელმა ძალიან ნაცვლად განაცხადა, რომ არ დაუშვებს ჰეზბოლას გააგრძელოს რაკეტებისა და დრონების გაშვება და გააგრძელებს თავის დაცვას, მათ შორის სამხრეთ ლიბანში შექმნილი უსაფრთხოების ზონით. დოქტორ ნავონ, თქვენ რამდენიმე კვირაში იაპონიაში მიემგზავრებით. იაპონიას, რა თქმა უნდა, ასევე სურს სტაბილური ახლო აღმოსავლეთი. გითხარით, რა შეიძლება შეიტანოს ისრაელმა სტრატეგიულად მომავალში ტოკიოსთან ურთიერთობებში? კარგი, ვფიქრობ, იაპონია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2022 წლიდან დაწყებული ძალიან ღრმა სტრატეგიულ ცვლილებას განიცდის. გაგება იმისა, რომ იაპონიის კლასიკური მოდელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქნა მიღებული, სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა. მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებაზე კონცენტრირება და თავდაცვისთვის ძირითადად შეერთებულ შტატებზე დაგრძნობა დღეს თანამედროვე სამყაროში უკვე აღარ არის სიცოცხლის უნარიანი. გულისხმობ, იაპონია კვლავაც პაციფისტურ ქვეყნად დარჩა და მისი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან კვლავაც გადამწყვეტ მნიშვნელობას ინარჩუნებს. მაგრამ ჩინეთის სამხედრო ძალად გადაქცევის ფონზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო არსენალის ზრდასთან ერთად რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის პირობებში და რა თქმა უნდა ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, რუსეთისა და ირანის კოორდინაციასა და შეთანხმებასთან ერთად ამან რა თქმა უნდა დაარწმუნა იაპონიის ხელმძღვანელობა არა მხოლოდ სამხედრო ხარჯების გაზრდაში, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებაშიც. ამიტომ დღეს იაპონია ხდება ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე შორეულ აღმოსავლეთში უსაფრთხოების კუთხით. შორეული აღმოსავლეთისა და ინდოწყნარი ოკეანის უსაფრთხოება ნამდვილად დაკავშირებულია ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებასთან. ირანსა და ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების გამო, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ დღეს უსაფრთხოება მხოლოდ იარაღს არ ეხება. ის ასევე დაკავშირებულია ძირითადი რესურსების მიწოდებასთან. იქნება ეს ენერგია იაპონიისთვის ან კრიტიკული მასალები. ამ კონტექსტში ისრაელს ბევრი რამ აქვს შესთავაზებელი. რადგან ისრაელს აქვს დიდი სამხედრო გამოცდილება, დიდი გამოცდილება რაკეტსათინააღმდეგო თავდაცვაში. ოდიში ასევე ისრაელი არის მნიშვნელოვანი მოთამაშე აშერეშეთის სტრატეგიაში კრიტიკული მასალების, მაგალითად მინერალების უზრუნველყოფის კუთხით. დოქტორი ემანუელ ლავონი, ისრაელის მომავალი ელჩი იაპონიაში, ბარუხ სლახა, როგორც ჩვენ ვამბობთ ამ მხარეში, ისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ მოგზაურობასა და ახალ როლში, ველით სიახლეებს თქვენგან. დიდი მადლობა, რომ სტუდიაში იყავით.